ანდრომედიანელების გზავნილი 9 სექტემბერი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფასო დედამიწელებო. ჩვენ ისე მოვიდით თქვენთან, რათა გავაგრძელოთ ჩვენი თხრობა იმაზე თუ როგორ მივიღეთ ჩვენი გამოცდილება, რომელიც გავს თქვენსაც და რომელიც გსურს რომ გაგიზიაროთ. ის თუ რაც მოგიყევით წინა ჯერზე, იძლევა ზოგად წარმოდგენას ამის შესახებ. ახლა კი ჩვენ გსურს გავჩერეთ უფრო დაწვრილებით იმაზე თუ რა უდევს ჩვენ საზოგადოებას საწყისად, როგორი კანონებია ჩვენთან და როგორ გამოგდის მათი განხორციელება. დავიწყოთ იქიდან, ჩვენი საზოგადოების საწყისად არ არის სოციალური კანონები როგორც თქვენთან, არამედ სამყაროსი. როგორია ისინი? პირველი ეს არის ყველა ქმნილებასთან ერთობის კანონი, ანუ მისი სრული გააზრება, რომ ყოველი ცოცხალი არსება არის ჩვენი სამყაროს ნაწილი, ღმერთის ნაწილი, რადგანაც ყველაში ჩადებულია ღმერთის ნაწილაკი და ეს არის მისი მთავარი არსი. ასეთი გააზრება გვაკისებს გარკვეულ პასუხისმგებლობას და არ გვაძლევს ნებას, რომ ჩავეშვათ დუალურ სამყაროში, სადაც მეფობს დაყოფა. მეორე, მიზეზისა და შედეგის კანონი. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არეკულის კანონი. ყველაფერი რაც შიგნითაა, გამოდის გარეთ. ამის ღრმა გააზრება არ გვაძლევს იმის ნებას, რომ საკუთარ თავში შეუშვათ ნეგატიური აზრები და ემოციები, რომლებიც ამახინჯებს და საბოლოოდ ანგრევს ფიზიკურ სხეულს. მესამე, საზოგადოების ყველა წევრთან მორალურ-ეთიკური მიდგომა. განგი მარტავთ თუ რას ნიშნავს ეს? ჩვენი საზოგადოების ყოველ წევრს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თუ როგორ იცხოვროს და რა აკეთოს. დაბადებიდანვე ის არ განიცდის რაიმე ზეწოლას უფროსების მხრიდან. ის უსმენს მხოლოდ თავის ზედამეს, რომელიც ეხმარება მას ცხოვრების გზაზე, რათა რაც შეიძლება სრულფასოვნად გამოათავისუფლოს საკუთარი ნიჭები და უნარები. ამის წყალობით ყოველი ჩვენგანი გაკავებულია თავის საყვარელი საქმიანობით. ის ეძლევა იმას, რაც მოსწონს და იწვევს მშვენიერ შედეგებს. ჩვენთან არ არსებობს ძალადობრივი სამუშაო, რომელსაც არ მოაქვს სიხარული და ქმნის ადამიანს უბედურად. გვერწმუნეთ ეს შესაძლებელი, რადგან ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და ჩვენი ცხოვრების ყველა დარგი მოცულია ჩვენი ნიჭებისა და უნარების წყალობით. მეოთხე, ბუმერანგის კანონი. ანუ რასაც გასცემ გარეთ, გარდაულა დაგიბრუნდება უკან. ამ კანონის დაცვა გვეხმარება ვიცხოვროთ იმ პრინციპით, რომელიც გადმოცემულია თქვენს ბიბლიაში. არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რის მიღებაც არ გესურვებოდა სხვისგან. გარკვეულწილად ის უკავშირდება მიზეზ-შედეგობრივის კანონს. მეხუთე, არეკულის კანონი. რას გულისხმობთ? ჩვენი ყოველი აზრი ასახავს სულიერ განცდებს და შესაბამისად ქმნის ჩვენ სირგულ გარკვეულ ენერგეტიკულ ფონს. ხოლო იმისათვის, რომ ის ჰარმონიული იყოს და არ დამახინჯდეს დაბალი ვიბრაციის ენერგიებით, ჩვენ ბავშვობიდანვე სწავლობთ საკუთარი აზრებისადმი თვალყურის ზევნებას და ნეგატიური აზრების მცირე გამოვლენისას ჩვენ მასშივე ვანეიტრალებთ მათ სინათლისა და ღვთაებრივი სიყვარულის ენერგიებით. ამის სწავლა შესაძლებელია ჩვენ უძვირფასებო თუ ამას გახდით საკუთარი შვილების სწავლის ძირითად საგნად. თქვენ ალბათ უკვე გაიაზრეთ თუ რაში მდგომარეობს ბავშვების აღზრდაში განსხვავებები ჩვენსა და თქვენ საზოგადოების შორის. ის თუ თქვენ ბავშვობიდანვე იწყებთ საკუთარი შვილების ღვთაებრივი საწყისის მოკვლას, რომელიც მათთვის დამახასიათებელია დაბადებიდანვე, ჩვენ პირიქით ვუფრთხილებით მას და ვავითარებთ ყველა ხელმისაწვდომი გზით. ასეთია ძირითადი კანონები, რომლზედაც არის აგებული ჩვენი საზოგადოება და რომლებიც მალე უნდა შემოიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, როდესაც გადახვალთ მეხუთე განზომილებაში, რადგანაც თქვენ ახალ ცხოვრებაში უკვე ვეღარ შეძლებთ დუალობის კანონების ცხოვრებას, რადგან თქვენი პლანეტის ვიბრაციული დონე უკვე ვერ შეძლებს მათთან შეწყობას. ამაზე გავრჩედებით დღეს ჩვენ ძვირფასო დედამიწელებო. თანავარსკვლავედი ანდრომედეს უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.